სამომხმარებლო სესხების მაქსიმალური ვადიანობა კვლავ 4 წელს დაუბრუნდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსახლეობის ნაწილისთვის კრედიტზე ხელმისაწვდომობა გამარტივდება და ეროვნული ბანკი ფიქრობს, რომ ამ გადაწყვეტილების შედეგად ბანკები დამატებით 400 მილიონი ლარის მოცულობის კრედიტების გაცემას შეძლებენ, თუმცა თავად საბანკო სექტორის შეფასებით ვადიანობის გაზრდა საკრედიტო აქტივობას მნიშვნელოვნად ვერ დააჩქარებს, მით უფრო იმ ფონზე, რომ 1 იანვრიდან ახალი რეგულაცია მოქმედდება, რომლის თანახმად სესხებლები, რომელთაც შემოსავალი ლარში აქვს 300,000 ლარამდე სესხს, მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში მიიღებენ. იმისთვის, რომ სამომავლო საკრედიტო აქტივობა არ შემცირდეს საბანკო სექტორი ახლა ეროვნულ ბანკს სხვადასხვა მიმართულებით დაწესებული კაპიტალის მოთხოვნების გადავადებას თხოვს. ნუცა შუბაშვილი უნდა შემოგვერთეს დეტალებით, ნუცა როგორია მარეგულირებლის და საბანკო სექტორის პოზიციები აი ამ ახალ ესე ვთქვათ გადაწყვეტილებებზე, რაც ეროვნულმა ბანკმა ბოლო მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის ხდომაზე მიიღო და როგორია მოლოდინები გისმენთ. ანა, კომერცულმა ბანკებმა საკუთარ მომხმარებლებს უკვე დაუგზავნეს შეტყობინებები, რომლის მიხედვითაც 1 ნოემბრიდან არაუზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხების მაქსიმალური ვადა 3 წლიდან კვლავ 4 წლამდე გაიზარდა. ეს გადაწყვეტილება კი იმას ნიშნავს, რომ ფიზიკური პირების ნაწილისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობა გაიზრდება და ისინი შედარებით დიდი მოცულობის კრედიტის აღებას შეძლებენ. ეროვნული ბანკის გათვლებით სესხების ვადიანობის გაზრდის შედეგად ბანკები დაახლოებით ყოველწლიურად დამატებით 400 მილიონ ლარის მოცულობის სესხებს გასცემენ, რაც მთლიანობაში მსგავსი ტიპის კრედიტების საკრედიტო აქტივობას დაახლოებით 5% პუნქტით დააჩქარებს. როგორც გვახსოვს, ეროვნულმა ბანკმა სამომხმარებლო სესხების ვადიანობის შემცირების გადაწყვეტილება შარშან მიიღო, რისი მიზეზიც ერთი მხრივ გაზრდილი ინფლაცია, ხოლო მეორე მხრივ მკვეთრად დაჩქარებული საკრედიტო აქტივობა იყო. ახლა მარეგულირებელი ამბობს, რომ ორივე მიმართულებით რისკები შემცირებულია, თუმცა მიუხედავად ამ რეგულაციის მოხსნისა, თავად საბანკო სექტორში მიაჩნიათ, რომ ამ გადაწყვეტილებას ბაზარზე მნიშვნელოვანი გავლენა არ ექნება, რადგან ბანკები და თავად მომხმარებლებიც მეტნაკლებად უკვე მორგებულები იყვნენ ამ შეზღუდვაზე. უზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხების წვრილი ზრდაში სამომხმარებლო სესხებში დაახლოებით 5%-ამდეა, ამიტომ ჩავთვალეთ, რომ მეორე მხრივ ინფლაცია ციცით რომ შემცირებულია მიზნობრივზე ქვემოთა, ამიტომ ჩავთვალეთ, რომ დროული იყო ამ გადაწყვეტილების მიღება, როგორც დაპირებული ვიყავით 1 წლის თავზე უნდა გამიღოს ეს გადაწყვეტილება და ახლა უკვე 1 ნოემბრიდან მომხმარებლებს აქვს საშუალება, რომ იცევ მიიღონ 4 წლიანი სამომხმარებლო სესხი. ცხადია ეს გარკვეულწილად ფინანსურზე ხელმისაწვდომობას გაზრდის, ჩვენ ველოდებით, რომ ბანკებს აქვს შესაძლებლობა დაახლოებით 400 მილიონამდე დამატებით სესხი გასცენ წლიურად და სამომხმარებლო სესხების აქტივობა დაჩქარდება, თუ ეს 5%-ია ახლა არაუზრუნველყოფილ სეგმენტში, მისი წვრილი გახდება დაახლოებით 10% ზრდაში. თუმცა ეს ისევ და ისევ თუ გავითვალისწინებთ, როგორია ეკონომიკური ზრდა და ხელფასების ზრდა, შეიძლება ჩავთვალოთ, რომ ჯანსაღი მაჩვენებელია. აღნიშნული გადაწყვეტილება მოკლევადიან პერიოდში, მინიმუმ 2-3 თვის განმავლობაში ექნება ეფექტი, რადგან კონკრეტულ ადამიანებს საკრედიტო ლიმიტი, ანუ საკრედიტო ევადობა გაიზრდება, უფრო მეტი სესხის აღება შეეძლებათ, მაგრამ უფრო მეტად აღნიშნული გადაწყვეტილება იქნება ტექნიკური ცვლილება როგორც საფინანსო ინსტიტუტისთვის, ასევე მომხმარებლისთვის, რადგან თუ წინა პერიოდს გადავხედავთ, როდესაც ეს შეზღუდვა შემოვიდა 6 თვის განმავლობაში მკვეთრად შეაჩერა გარკვეული დაკრედიტების ტემპი, ანუ არაუზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხების გაცემის ტემპი, მაგრამ ზუსტად ამ 6 თვის შემდეგ პრაქტიკულად იგივე ზრდის ტემპი ქონდა როგორც აღნიშნულ სესხს, ასევე როგორც ვამბობდით, გადანაწილდა სხვადასხვა სესხებს. მეორე მხრივ ასევე ვიცით, რომ უკვე 1 იანვრიდან ბანკებისთვის და მომხმარებლებისთვის ახალი რეგულაციები შემოდის, რომლის თანახმადაც თუ კი აქამდე ლარში შემოსავლის მქონე სესხებლები 200,000 ლარამდე მოცულობის სესხს მხოლოდ ამავე ვალუტაში იღებდნენ, ახლა მიდგომა მკაცრდება და ეს ზღვარი 300,000 ლარამდე იზრდება. მარეგულირებლის მთავარი არგუმენტი ბუნებრივია ისევ და ისევ დოლარიზაციის შემცირების მიზანი და ბოლო პერიოდში უცხოურ ვალუტაში დაჩქარებული დაკრედიტება. თუმცა სებში აცხადებენ, რომ ეს გადაწყვეტილება თავად საკრედიტო აქტივობაზე ნაკლებად იქონიებს გავლენას, რადგან გლობალურ ბაზრებზე გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის ფონზე საქართველოში სულ უფრო მცირდება განსხვავება ლარისა და უცხოური ვალუტის სესხების საპროცენტო განაკვეთებს შორის. შესაბამისად, სებში ამბობენ, რომ მოსახლეობიდან მცირე და საშუალო ბიზნესი თავს არ შეიკავებს ლარში სესხის აღებისგან. მეორე მხრივ ვიცით, რომ მათ ვისაც შემოსავალი უცხოურ ვალუტაში აქვს, უკვე 1 იანვრიდან ამავე ვალუტაში შეძლებს სესხის აღებას. მსგავს ტიპის სესხელებს შორის არის მაგალითად ისინი, ვინც
რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციებში არიან დასაქმებულები, ასევე მეზღვაურები და ფულადი გზავნილების მიმღები პირების გათვლებით ასეთი მომხმარებლების რაოდენობა დაახლოებით მთლიანი სექტორის 15%-ია. დაახლოებით იმ ზღვარში თქვა 200-დან 300.000 ლარამდე ზღვარში წლიურად გაიცემა დაახლოებით 300.000-მდე ერთეულის სესხი, ძირითადად ეს არის ფიზიკური პირების იპოთეკური სესხები და სწორედ ამ სეგმენტში ეს სესხებლები ამის მერე აიღებენ ლარისას. ჩვენ წინა გამოცდილება არის რომ ასეთ ცვლილებებისას როგორც წესი სესხებელი უარს არ ამბობს რომ აიღოს სესხი, თუ მას ბინაში რჩეული აქვს უკვე როგორც წესი იღებს ეს და აიღებს ლარში. ამიტომ ჩვენი მოლოდინი არის რომ გადაწყვეტილების შედეგად აქტივობა არ შენელდება, იპოთეკების მოთხოვნის უძრაობაზე მოთხოვნის ისინი უბრალოდ აიღებენ ლარის და ნიშანდობლივი აღნიშნოს რომ ახლა უცხოურალოდი სესხებია შედარებით გაძვირებული დაახლოებით დოლარში 9%-მდეც კი არის 100% განაკვეთი, ლარში კი დაახლოებით 11-ია. ამიტომ ლარის მიმზიდველობა არ არის გაუმჯობესებულია ბოლო დროს, ამიტომ ვფიქრობთ რომ ამ კუთხითაც სესხებლებს გაუადვილდებათ რომ ლარზე გადავიდნენ. მოსაზრებას, რომ სავალუტო სესხებზე დაწესებული დამატებითი რეგულაციები დაკრედიტებაზე მნიშვნელოვან გავლენას ვერ იქონიებს, იზიარებენ საბანკო ასოციაციაში, თუმცა მეორე მხრივ საბანკო სექტორი ამბობს, რომ დაწესებული რეგულაციების პარალელურად შესაძლოა მომავალი წლიდან უკვე საკრედიტო აქტივობა იმ კაპიტალის მოთხოვნებმა შეანელონ, რაც ბოლო პერიოდში ბანკებს დაუწესდათ, მაგალითად როგორიცაა კონტრციკლური ბუფერის მოთხოვნა, ასევე სისტემური ბანკებისთვის დამატებითი რეგულაციები. შესაბამისად ახლა საბანკო სექტორი ითხოვს, რომ სებმა დროში გადაავადოს მსგავსი ტიპის მოთხოვნები, რომლებიც ბანკებისთვის დამატებითი კაპიტალის მოძიებას და შესაბამისად ნაკლებ საკრედიტო აქტივობას, ასევე სესხების გაძვირებას გამოიწვევს მათი შეფასებით მომავალში. დღეს გასაგები არის გარკვეული სიფრთხილე ეროვნული ბანკის ერთი მხრივ, რადგან რეგიონში რისკი გაზრდილია, მაგრამ მეორე მხრივ რეგიონში ყველაზე მკაცრი მოთხოვნები გარკვეულწილად აქვს კვლავინდებურად საქართველოს. იქნება ეს კაპიტალის მოთხოვნები თუ სხვა რეგულაციები. დღეს რა მოთხოვნებიც არის, ამაზე უფრო მეტად ალბათ გადავადებებზე არის საუბარი, რომ გადავადდნენ გარკვეულ ვადაში და არ მოხდეს ესე ვთქვათ იგივე ვადებში შეყვანა. ეს რა თქმა უნდა მნიშვნელოვანი არის ზრდის ტემპის შენარჩუნების კუთხით, რადგან თუ წინა პერიოდი კარგი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით იყო, მომავალი წელი შედარებით ესე ვთქვათ დაკორექტირებულია. ფინანსური სტაბილურობის კუთხით ძალიან ჯანსაღია მდგომარეობა, ხო? ანუ ხედავთ, რომ ეს გაფუჭებული სესხების პროცენტული წილი არის ისტორიულ მინიმუმზე, კაპიტალის ფარდობა მთლიან აქტივებში არის ძალიან მაღალი. ყველაფერი მოასწავს, რომ ყველაფერი არის სტაბილურად, მაგრამ თან ისიც უნდა ვთქვათ, რომ შეიძლება ეს ზედმეტად მკაცრი მიდგომიდან გამომდინარეობდეს ასეთი მდგომარეობა. და ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ამას დავაკვირდეთ, რამდენ განგრძობადი იქნება ეს პროცესი საბოლოო ჯამში. ხო, არ მიმაჩნია სწორად, რომ რაღაცა რამდენიმე თვის განმავლობაში არსებული სიტუაციიდან, ტენდენციებიდან გამომდინარე, რაღაც ძალიან ესეთი გრძელვადიანი ინსტრუმენტები გამოვიყენოთ აქ ცვლილებებისთვის. მგონია, რომ ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი, რაც აქ უნდა გამოიყენოს ეროვნულმა ბანკმა, არის მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემცირება, რაც იქნება შესაძლებელი მომავალში. როგორც ვისაუბრეთ, ერთი მხრივ მოსახლეობის ნაწილისთვის სესხებზე ხელმისაწვდომობა მარტივდება, ნაწილში კი რთულდება მაგალითად სავალუტო სესხებზე ხელმისაწვდომობა. როგორც ვიცით, საბანკო სექტორს ასევე სურს, რომ რიგი მიმართულებით საკრედიტო რეგულაციები მომავალშიც გამარტივდეს, მაგალითად დეველოპმენტის დაკრედიტების მიმართულებით, თუმცა გარდა ამისა, ახლა ბაზარი ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის მორიგ სხდომას ელის და იმედი აქვს, რომ ამ ჯერზე მაინც სები რეფინანსირების განაკვეთს შეამცირებს, რამაც ერთი მხრივ საპროცენტო განაკვეთები უნდა შეამციროს ლარში, მეორე მხრივ კი დაკრედიტების ტემპს დაჩქარებას ხელი შეუწყოს, როგორც გვახსოვს, ბოლო სხდომაზე ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლოდ 10%-ზე შეინარჩუნა, რის მთავარ არგუმენტადაც რეგიონში გეოპოლიტიკური გაურკვევლობა და ასევე საკრედიტოდ გაზრდილი აქტივობა დასახელდა, მათ შორის უცხოური ვალუტის სესხების მიმართულებით, რამაც შესაძლოა მომავალში ინფლაციაზე დამატებითი წნეხი შექმნას.